უკვე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი პორტფოლიო დაგვიგროვდა სპორტული და სუპერ ავტომობილების YouTube-ზე და YouTube-ს მიღმა გატესტილი მანქანებისია კიდევ უფრო დიდია. თუმცა ამ სიას ყოველთვის აკლდა რამდენიმე ავტომობილი, რომელიც სულ მინდოდა რომ გადამეღო, გამეტესტა და თქვენთვისაც მეჩვენებინა. დღეს ბათუმში ვართ, ვიღებთ რამდენიმე ავტომობილს იმ სიიდან, რაც ამ პორტფოლიოს აკლია და ვიწყებთ AMG GTS-ით, რომლის cold start-იც მინდა რომ ეხლა თქვენთან ერთად მეც პირველად მოვისმინო და ერთად შევაფასოთ. სად ვართ? ჯოხეთური ხმა. ძალიან დიდი ხმა. საკუთარი ხმა არ მესმის. ეხლა არ ვიცი კამერაში როგორ აღიქმება. მე არ მესმის, აი, დაშვით და დაწყნარდა. კარგი, მოდი, აქედან ვიდეო იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს თქვენც მოგესმინათ ჩემთან ერთად პირველად და ეხლა წავიდეთ ქალაქში და იქ გავაგრძელოთ ამ მანქანაზე საუბარი. შავი ზღვა, თეთრი AMG, ეს ზღვა რომ შავია, დამნაშავე, ურა მაგარი მანქანა. გამარჯობათ, მე პაპელა ვარ. თქვენ თუ პირველად აღმოჩნდით ჩემს არხზე, გეტყვით რომ აქ ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ავტომობილს. უმაღლესი ხარისხის კონტენტს, თავგადასავლებით და კვამლით სავსე ვიდეოებს. ასე რომ აუცილებლად გამოიწერე არხი, მოიწონე ეს ვიდეო და დავიწყოთ. დღეს ბათუმის სანაპიროს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ნამდვილი AMG-ს ღრიალი. ცოტა რომ დავფიქრდეთ ეს ავტომობილი რაღაც კუთხით ბათუმის გამოხატულებაა. მისი ანარეკლია. შეუძლია იყოს ელეგანტური, უფრო წყნარი, შვიდი, როგორც ბათუმური დილა, ან ხმაურიანი და თავგადასავლებით სავსე, როგორც ბათუმური ღამე, ან სულაც ბოროტი, ბობოქარი და საშიში, როგორც ბათუმური შტორმი. არ ამგონია ლუის ჰამილტონს ამაზე ეფიქრა, როდესაც ამ ავტომობილის შექმნაში მონაწილეობას იღებდა, მაგრამ კარგი პარალელია. ალბათ ყველავ თანხმდებით იმაზე, რომ ამ ავტომობილს აქვს განსაკუთრებული და ძალიან ლამაზი დიზაინი. გრძელი ცხვირი, fastback-ი, ცოტა წამოწეული უკანა ნაწილი, ულამაზესი ოპტიკა. ეს aftermarket დისკები ძალიან უხდება, მომრგვალებული ფორმები, ცხაურები, შავი სახურავი, ფერით ძალიან კარგია, კარბონის დეტალები, სარკეები, რომელიც ფრთიდან აი ესე ძალიან ლამაზად გადმოდის. საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთად ისეთ სრულყოფილებას ქმნის, რომ უბრალოდ გინდა გაჩერდე, უყურო და დატკბე მისი არსებობა. ამ ავტომობილს აქვს გამორჩეული ფერის ცხაურები, ასევე კარბონის დეტალები. კარბონი გვაქვს სარკეებზეც და უკან გვაქვს დამატებული სპოილერი. ქარხნული წესით ეს ოფცია საერთოდ გაუქმებულია, რომელიც სტანდარტულზეა, რომ პატარა სპოილერი ამოდის და გვაქვს უკვე ესეთი დიდი კარბონის სპოილერი, რომელიც უზრუნველყოფს downforce და ვიზუალურადაც ძალიან უხდება. ასე გვაქვს უკან კარბონის დიფუზორი, ტუჩი დამატება, რაც გაგიხარდებათ ის დავარქვა და ასევე წინა. გვაქვს ორიგინალი sticker price, სადაც ჩანს, რომ ამ ავტომობილში გადახდილია 35,000-ით მეტი დაახლოებით, ვიდრე ახალი AMG GTS-ის საშუალო ღირებულება იყო. თქვენ კი დღეს შეგიძლიათ ეს ავტომობილი $75,000 შეიძინოთ კონკრეტულად ეს ავტომობილი, ან Carline ავტოიმპორტის დახმარებით, რა თქმა უნდა, ამერიკიდან ჩამოიყვანოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი GT ხაზიდან. ეს არ არის ჩვეულებრივი სპორტული ავტომობილი, ეს არის AMG-ის დივიზიის ხმამაღალი განაცხადი, მათი შესაძლებლობების გადმოტანა რეალობაში. მესიჯი რომ მათ სერიული ავტომობილების სწრაფი და სპორტული ვერსიების გარდა შეუძლიათ შექმნან პირდაპირ ნულიდან
სუფთა სისხლის სპორტული ავტომობილი. ამ ავტომობილს არანაირი საერთო არ აქვს ტექნიკურად 4-კარიან ვერსიასთან, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის კუპეის 4-კარიანი ვერსია, თუმცა მხოლოდ სახელი აერთიანებთ მათ. ამ ავტომობილს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ძალიან ბოროტი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პერსონაჟი, მაგრამ მისი იდეალური ბალანსის, სიზუსტის, მართვისგან გამოწვეული შეგრძნებების ხარჯზე ის ირჩევს, რომ დარჩეს დადებით როლში. მისი 4 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავა განთავსებულია ავტომობილის წინა თვლებს უკან. ანუ ეს ავტომობილი არის წინა შუა ძრავიანი. ასეთ შეგვიძლია უწოდოთ, რაც რა თქმა უნდა ბალანსზე, წონის გადანაწილებაზე და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე ავტომობილის მართვაზე ძალიან დადებითად აისახება. ამ ავტომობილის წონის გადანაწილება არის 47-53-ზე. ანუ ფაქტიურად იდეალური გადანაწილება აქვს. ძრავი, რომელიც არის რა თქმა უნდა AMG-ის 4 ლიტრიანი ძრავა, რომელიც ყველა AMG-ში გვხვდება, მათ შორის იმ 4-კარიანშიც, ხო, საერთო ალბათ ძრავა აქვს. 8 ცილინდრი 4 ლიტრი გამოიმუშავებს ტოქსში 510 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ-მეტრს და მიბმულია უკვე 7 სიჩქარიანი dual clutch-ი, რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილშია განთავსებული. თუმცა ეს კონკრეტული ავტომობილი იმითაც გამოირჩევა, რომ სტოკისგან განსხვავებით დაახლოებით 200 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებს, რაც ჩემი აზრით არის იდეალური ციფრები, რადგან ამაზე მეტით უკვე ყოველდღიურ გამოყენებაში სასიამოვნო აღარ იქნება ეს მანქანა და ეს არის ოქროს შუალედი დაჭერილი. თვითმფრინავთან ერთად კაპოტიც დაეშვა და ახლა მინდა ინტერიერზე გელაპარაკოთ. აქ ყველაფერი არის მორგებული ჩემზე. მე ვარ მთავარი პერსონაჟი და ეგ ძალიან სასიამოვნოა. სავარძელში ძალიან კარგად ვზივა. საჭე ძალიან კარგი ზომის არის, ხელში ძალიან კარგად ზის და ყველაფერზე მაქვს აბსოლუტურად წვდომა. აი ამის იქეთ უკვე არაფერი აღარ არის, რაც შეიძლება დაგჭირდეს რომ აკონტროლო, ანუ ყველაფერი არის ხელის გულის ქვემოთ. ერთადერთი უხერხული მომენტი რაც არის, როდესაც დავქოქავთ ავტომობილს და გვინდა რომ წავიდეთ, რა თქმა უნდა ავირჩიოთ სიჩქარე, ან წინ, ან უკან. აქ გვიწევს ძალიან უკან უხერხულად ხელის გადმოწევა, რომ სელექტორს მოვკიდოთ ხელი და ან დრაივში გადავრთოთ, ან რევერსში. ეს არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, დიზაინრული შეცდომასაც არ დავარქმევდი, მაგრამ პატარა დიზაინური ხარვეს. ავტომობილი დაბალია, შუშები არის ვიწრო და გრძელი და რაღაც შენს გარემოში ხარ, სადაც ისეთი განცდა გაქვს, რომ გარედან თითქოს ვერც კი ხედავენ შიგნით და ვერც გაფიქსირებენ, რაც მე ძალიან მომწონს. ამ ავტომობილის დიზაინიდან ძალიან ბევრი რამ ერგო წილად, როგორც 213, 205 და სხვადასხვა ავტომობილებს. 205-ში აქედან წავიდა ძალიან ბევრი რამ, მაგალითად საჭე, მრგვალი საჰაეროები, ყველაფერი თითქმის წავიდა 205 C-კლასში და იქ იმეორებს ამ დიზაინურ ლენას. თუმცა აქ სარკის კონტროლი, ავტომობილის ცენტრალური საკეტი, ავარიულების, სავარძლების გათბობის და მსგავსი ღილაკები წინათაობიდან. ანუ ეს არის ორივე დიზაინის სინთეზი ერთმანეთში, ასე ვთქვათ. და ამ ყველაფერს ამშვენებს, რა თქმა უნდა, ბურმეისტერის აუდიო სისტემა, რომელსაც როგორც ვიზუალი აქვს ძალიან ლამაზი, ასევე რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, როგორი იდეალური ჟღერადობა აქვს. ახლა კი ის გადაგვრჩენია, რომ გადავქოკოთ ჩვენი 8 ცილინდრიანი მონსტრი და ერთად გავტესტოთ ის ბათუმის ქუჩებში. სასიამოვნოდ ჩქარდება და ძალიან უყვარს მოცურება. როდესაც ამ მანქანაში ჩავჯექი და დავაკვირდი დეტალებს, კარის გაფორმებამ, ასე ვთქვათ, აი აბივგას რასაც ვეძახით, ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ თითქოს ეს ავტომობილიც ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ უნდა ყოფილიყო კარით, რომელიც გაიღებოდა მაღლა, როგორც SLS. ეს ხო რეალურად SLS-ის გაგრძელება გამოდის, ასე ვთქვათ, მაგრამ SLS-თან შედარებით უფრო მსუბუქია, ცოტათი უფრო მოკლეა და უფრო დაბლა დგას. იმაში რომ დაბლა იდგეს, ისიც ეხმარება, რომ ამ მანქანას არ აქვს კარტერი, არის dry sump სისტემა. ყველა გვიყურებს.
ყველას მოსწონს. Რა თქმა უნდა, რთულია რომ ესეთი მანქანა არ მოგეწონოს. ხო ხედავთ, სიჩქარის არჩევის დროს ცოტა უხერხულია აქ ხელის წამოწევა. დანარჩენი ერგონომიკა არის ძალიან კარგი და ყველაფერი იდეალურად მაქვს მორგებული. და ამ იდეალურ ინტერიერში მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ იდეალურ პროდუქტზე, რომელიც არის ეს Areonis Keni, ესე ქვია, ესეთი პროდუქტია, რომელსაც მოვხსნით აი ამას. შემდეგ უკვე დავაყენებთ ისევ თავსახურს და აქედან ვაკონტროლებთ, რამდენად გვინდა გავხსნათ ან დავხუროთ ფრთები, საიდანაც ამოდის სუნი. თუ მანქანაში არ გვიყვარს ხშირად სასუნის დალევა, ჭიქის ჩასადებში შეგვიძლია ჩავდოთ და ძალიან უხდება სხვათა შორის ვიზუალურადაც. ან შეგვიძლია მაგალითად სავარძლის ქვემოთ დავმალოთ და ძალიან კარგ სუნს გამოუშვებს. იდეალური პროდუქტია მათთვის, ვისაც მაგალითად არ უყვარს სარკეზე ჩამოკიდებული ზედმეტი რაღაცები. აი აქ, როდესაც ძალიან მარტივად გავერკვიე ყველაფერში, ვერ ვიპოვე ავარიული მაშუქების ღილაკი და დიდი ხანი ვეძებდი სად არის და თურმე გვაქვს ზემოთ, გვაქვს ავარძლების გათბობა, გვაქვს სპოილერის გახსნა, რომელიც ქარხნულად გაუქმებულია და პარკინგ სენსორების აქტივაცია და დეაქტივაცია. აი რისი თქმა მინდოდა, ძალიან კარგი მაგალითია. 205-ის სტანდარტულ C-კლასს ხედავთ, რომელიც დღეს უკვე შეგვიძლია $10,000-ზე ნაკლებადაც კი შევიძინოთ და იქ რომ ჩაჯდები, ეს მაჩვენებელთა დაფა გექნება. ნუ რა თქმა უნდა, ესეთი AMG-ს არა, მაგრამ ვიზუალურად მსგავსი. გექნება ესეთი საჰაეროები, გექნება აი ზუსტად ერთ-ერთი იდენტურად ეს ღილაკების დაფა. ეს ზუსტად იგივეა ეს ბერკეტიც და საჭე რა თქმა უნდა AMG ვერსია არ იქნება, მაგრამ სტილი აი ეს ღილაკების თითქმის იგივე იქნება. თუ ვიდეოს ამ ნაწილამდე მოხვედი და ფიქრობ თუ რატო არ ვილაპარაკე ისეთ დეტალებზე, როგორიც არის მაგალითად ტურბინები, რომელიც ამ ძრავში ცილინდრებს შორის დგას, ან სხვა ტექნიკური მსგავსი დეტალები. ესე იგი სხვა ვიდეოები არ გაქვს ნანახი ჩვენი. ამიტომ ჩაუჯექი სხვა ვიდეოებს, სადაც გადაღებული ყავს მანქანები იგივე ძრავებით, არაერთი და არაერთხელ გვისაუბრია ამ ძრავის შესახებ. ამ ავტომობილის შექმნის დროს მთავარ კონკურენტად წარმოდგენილი ყავდათ Porsche 911 და არა რაიმე Ferrari, თუნდაც Aston Martin ან სხვა. კონკრეტულად Porsche 911-ის ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობდა Mercedes-ი AMG GT-ის სახით 2015 წელს და ეს Mercedes-მა თავადაც აღიარა. ძალიან გავს Porsche 911-ს სიზუსტით, ნამდვილად შეძლეს და გააკეთეს Porsche 911-ის ალტერნატივა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცოტა უფრო მეტად უნდათ ავტომობილის გვერდულად გატარება, ასე ვთქვათ, და თან უნდათ აი ეს ხმა, რომელიც 911-ს არ აქვს. შემოვედით გვირაბში და რა თქმა უნდა მოვუსმინოთ მის არაჩვეულებრივ ხმას. ბათუმიდან თბილისში აპირებდით წამოსვლას, მოდის გიხდით 1-2 კვირა დასჭირდება გვირაბის რეაბილიტაციას. ესეთ ხმები მოდის უკვე. ახლა ვინც GoPro-ს კაცს უყურებთ, არ ვიზავ იმას, რაც თქვენ გინდათ რომ ვქნა, მაგას უკვე ჩემი ავტომობილით, რომელსაც დაახლოებით აქედან 2-3 ვიდეოში გაჩვენებთ. იდეალურად უხვევს. ავტომობილი იმართება იდეალურად.
4 აგვეკიდა რაღაცა ვიდეოს გადაღებას არ გვაცდის ვინ არის. მოვედით დახურულ ავტობანზე ბათუმში, სადაც რა თქმა უნდა გულს ვერ დაგწყვეტდით და ვიდეოს ისე ვერ დავამთავრებდი, რომ დონატები მაინც მინიმუმ დონატები მაინც არ შემომეთავაზებინა და მოვედით სწორედ მაგ მიზნით აქ. Now, too much money out of music, dog. Now the bank account's never running now. Educated on the business side, when I'm talking to him, I can dumb it down. At the summit of this mountain, dog, and I'm camping out. I'm never coming down. Look, pipe down. I don't care who's next. I need it right now, and I got it. Numbers going stupid like they dropped out. ცოტა სხვანაირად სრიალებს, ან ემივით არ სრიალებს, ისეთი მანქანასავით არ სრიალებს, რომელსაც წონა წინ აქვს და ტრაკი მსუბუქი. Push me so I might now. And I change them up, these dollars pockets getting tight now. Look, told them all about to make it out. Reinvested every dollar, dog, and I told them all never take it out. We ain't talking about my name now. Told them don't be scared, gotta say it loud. Lot of trash in the stories lately, like it's on the curb, about to take it out. Look, pipe down, I don't care who's next, I need it right now. And I got it, numbers going stupid like they dropped out. მოკლედ პატრონს ხავს ცოტა გადაბუსტული Z4 და ინტერესებს რომელი გაასწრებს და დავეხმაროთ გარკვევაში. როგორც კი მოვეჭიდე, წავედი და წავედი ძალიან მით. Zero, chance zero. ხო არა, აზრი არა აქ რა. ძალიან მაგრად დადის. Tight now, look, told them all about to make it out. Reinvested every dollar, dog, and I told them all never take it out. When they talking about my name now, told them don't be scared, gotta say it loud. Lot of trash in these stories lately, like it's on the curb, about to take it out. Look, pipe down, I don't care who's next, I need it right now. And I got it, numbers going stupid like they dropped out. What they think they doing, I don't know, but we can find out. Feel like Lewis Hamilton said, go and shut the lights out. მინდა რომ დაკოქილი იყოს, რადგან კარგად გესმოდეთ ეს ხმა. ეს ავტომობილი სამყაროში, რომელიც სავსეა სხვადასხვა ხმებით, კონკურენციას ხვებს კი არ უწევს პირიქით, თვითონ აწესებს ახალ სტანდარტებს. ყველა მანქანას აქვს ძრავა, დღეს უკვე თითქმის, მაგრამ როდი აქვს ყველას გულის ძემა. ამ ავტომობილის გული შეიქმნა ხელით, მაგრამ შეიქმნა სულისთვის. შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავტომობილში სატრანსპორტო საშუალებაზე ბევრად მეცხედავენ. ეს ავტომობილი იმისთვის არ შექმნა, რომ ყველას თავი მოაწონოს. ეს ავტომობილი შეიქმნა იმათვის, ვისაც კარგად ესმის თუ რა არის ნამდვილი AM-ში. და ასეთი დასასრული შემდეგ გეტყვით, რომ თქვენთან ერთად დღეს ვიყავი მე, გიორგი პაპელიშვილი, ჩემი გამომწერებისთვის კი პაპელა. გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.
ეგია ბიძი. ამას კომენტარი არ უნდა. უნდა დაჭდე და ატარო.